Ola, ჩვენი მეორე გაკვეთილის დროც მოვიდა და დღეს ჩვენ ვილაპარაკებთ 4 თემაზე. ერთი არის სქესი, მეორე არის ეროვნებები, აქედან გამომდინარე, სქესიდან გამომდინარე, მესამე არის წინდებულები D და N და მეოთხე არის ზმნა VVR, რომელსაც ვაუღლებთ ერთად. ეხლა ესპანურ ენაში არსებობს გრამატიკული სქესი. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა არსებითი სახელი არის ან მდედრობითი ან მამრობითი სქესის, შესაბამისად, მდედრობით და მამრობით სქესის არის ყველა ის სიტყვა, რომელიც დაკავშირებულია ამა თუ იმ არსებით სახელთან, იქნება ეს ზედსართავი სახელი, არტიკლი, ასე ვთქვათ, კუთვნილებითი ნაცვალსახელი თუ ასე შემდეგ. ეს არსებითი სახელები შეიძლება იყოს ზოგიერთი მხოლოდ მამრობითი სქესის, ზოგიერთი მხოლოდ მდედრობითი სქესის, ზოგიერთი შეიძლება იყოს საერთოდ უსქესო, ასეთებიც არის ცოტა და ზოგიერთი შეიძლება ჰქონდეს როგორც მამრობითი, ასევე მდედრობითი ფორმა. დღეს ჩვენ განვიხილავთ ერთ ჯგუფს არსებითი სახელებისა და ამ ჯგუფს ქვია ეროვნებები. ხო, ეხლა ესპანურში არ არსებობს რაღაცა ფიქსირებული წესი თუ როგორ უნდა გამოითქმებოდეს ეროვნება. სხვადასხვა ქვეყნისთვის ეროვნება სხვადასხვანაირად გამოითქმება. ხო, ნუ ბუნებრივია, ხო? ესპანელი სხვა არის, იტალიელი სხვა, მაგრამ მე ვგულისხმობ იმას, რომ დაბოლოება, ანუ როგორც არსებობს ხო ქართულ ენაში, ვთქვათ, იტალიელი, არსებობს დანიელი, არსებობს ხო, მაგრამ სიტყვაზე რუსეთი, რუსელი არ არის, ხო, რუსი. ასეთივე სხვადასხვანაირი დაბოლოება აქვს ესპანურ ენაში ამ ეროვნებებს და რაიმე წესს არ ექვემდებარება ეს ყველაფერი. რაღაცა კანონზომიერებას თქვენ თუ შეამჩნევთ, ძალიან კარგი, შემატყობინეთ აუცილებლად. მაგრამ ეს კანონზომიერება მე როგორც ვიცი არ არის. უფრო ეს დამოკიდებულია კეთილხმოვანებაზე და კიდევ ბევრ რაღაცაზე ადგილობრივ, რომელიმე ქვეყნის ადგილობრივ ტრადიციებზე და ასე შემდეგ. მე დღეს გასწავლით 20-მდე ეროვნებას, როგორ გამოითქმება და დასაწყისისთვის მე მგონი ეს საკმარისია და სხვა ეროვნებებს მე ასე ვთქვათ, მეც რომ არ გასწავლოთ, თქვენ თვითონაც ჩვენურად შეგიძლიათ ჩაიხედოთ ინტერნეტში. ასე რომ დავიწყოთ, თუ წინააღმდეგი არ იქნებით, დავიწყოთ ესპანეთით, რადგან ესპანურს ვსწავლობთ. ეხლა იმისთვის, რომ ნაკლები დრო დაიხარჯოს და წერაში ბევრი დრო არ წავიდეს, გადავწყვიტე აი ესე წინასწარ მოვემზადო ხოლმე და გაჩვენოთ ესე დაბეჭდილი. ესპანია არის ესპანეთი, ესპანიოლ არის ესპანელი მამაკაცი, ესპანიოლა, ესპანელი ქალი. ესპანიოლ, ესპანიოლა. ეს ერთი. გადავიდეთ შემდეგზე. მეორე სტილი ეს არის ესეთი. იტალია, იტალიანო, იტალიანა. გეორგია, გეორგიანო, გეორგიანა. კოლუმბია, კოლუმბიანო, კოლუმბიანა. კიდევ მსგავსი ასეთი ბევრი არის, რა თქმა უნდა. გადავიდეთ შემდეგზე, კიდევ ერთი ეს საინტერესო ვერსია არის. ოსტიას. პორტუგალ, პორტუგეს, პორტუგესა. ფრანცია, ფრანცეს, ფრანცესა. დინამარკა, არის დანია, დინამარკა. დანეს, დანესა. შემდეგზე გადავედით, აბა რა გქონდა კიდე. ეს საინტერესო არის ძალიან. ალემანია არის გერმანია. ალემანია, ალემან, ალემანა. შემდეგი. აბა ეს რა არის, ხო, აი ეს ძალიან საინტერესო ვერსიაა, ბატონო ჩემო. კანადა, კანადიენსე. მორჩა. ეს არის უსქესო. მე რო გითხარით უსქესო არსებითი სახელები არსებობს მეთქი, აი ესეთი ერთ-ერთი არსებითი სახელი არის კანადიენსე. ეს არის კანადელი, როგორც ქალი, ასევე მამაკაცი. ასევე ესტადოს უნიდოს, შეერთებული შტატები, ესტადო უნიდენსე. და ყველა ის ეროვნება, რომელიც NC-ზე მთავრდება, არის უსქესო. მამრობითი და მდედრობითი სქესი ესე ცალ-ცალკე არ აქვს, არის ერთი სქესი, რომელიც ქალსაც ეხება და მამაკაცსაც. ეხლა შეერთებულ შტატებს რაც შეეხება, ესტადო უნიდენსე არის უფრო ოფიციალური სახელი, რომელსაც ამბობენ თქვა ტელევიზიაში, საინფორმაციო გამოშვებებში და ასე შემდეგ.
და არის მეორე უფრო ნაკლებად ოფიციალური ვერსია Norte Americano და ამას უკვე აქვს მდედრობითი ფორმა Norte Americana. ეს საკმაოდ უცნაურია, იმიტომ რომ სიტყვით Norte Americano ნიშნავს ჩრდილო ამერიკელს. და მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილოეთ ამერიკაშია მექსიკაც და კანადაც, შეერთებული შტატების გარდა, მაინც ესპანელები და ესპანურენოვანი ხალხი Norte Americano-ში გულისხმობენ მხოლოდ შეერთებული შტატების მაცხოვრებლებს. ხო? ამიტომ იქ ამერიკელს არ ეძახიან, ამერიკანო არ ნიშნავს ამერიკელს იმ გაგებით, რა გაგებითაც ჩვენ ვაყავთ. ამერიკანო მათთვის არის როგორც კანადელი, ასევე შტატების მაცხოვრებელი და ასევე არგენტინელი. ესეც საინტერესოა ძალიან. ეს არის ბელგიკა. ბელგია მიხვდით, ხო? ბელგიკა. და მის მაცხოვრებელს ქვია ბელგა. ესეც უსქესო არის. ბელგა არის როგორც მამაკაცი, ასევე ქალი. ბელგა. შემდეგი წავიდა. ეს რა არის ხო? აი ესეც კიდე სხვანაირია. Brasil. Brasileño. Brasileña. ბრაზილიელი მამაკაცი, ბრაზილიელი ქალი. Brasileño, Brasileña. შემდეგი წავიდა. აი ესეც საინტერესოა ძალიან. ამას იწერთ ხო ყველაფერს, ან ჩაწერაც რა თქინდათ, პრინციპში ვიდეოს გადაახვევთ, რამდენჯერაც გინდათ ნახავთ. Iraqi, Iran, Irani. Azerbaijan, Azeri. ეხლა ყურადღება მიაქციეთ, რომ ირაკ იწერება კათი, ხო? ჩვენ შევთანხმდით, რომ ასოკა ესპანურ ენაში არ გამოიყენება, გამოიყენება მხოლოდ ნასესხებ სიტყვებში, მაგრამ ირაკ, რადგან ესე დამკვიდრებულია ბევრ უცხო ქვეყანაში, რომ ირაკ ესე იწერება, ინგლისურის გარდა, ინგლისურში მეგონი ცოტა სხვანაირად, ხო? ამიტომ ესე იწერება ის ქვეყნის სახელი ირაკ, მაგრამ უკვე ერაყელი ითქმება ესე, ირაკი, ესეც უსქესოა. ირანი, ესეც უსქესოა. ასერი, ესეც უსქესოა, როგორც ქალი, ასევე მამაკაცი. აზერბაიჯანსაც მიაქციეთ ყურადღება, როგორ იწერება. ბგერა ჯ, როგორ წესით ესპანელებს არ აქვთ. ამიტომ ყველაზე მიახლოებულად, როგორც შეიძლება ბგერა ჯ გამოთქვან, არის აი ესე იეთი, ასო იეთი, იგრიეკა იგივე. აზერბაიჯან. ასერი. შემდეგი რა გვაქვს აქა? ესეც საინტერესო ძალიან. სუეცია, შვედეთი. სუეკო, სუეკა. სუეკო, სუეკა. გრეცია, საბერძნეთი. გრიეგო, გრიეგა. და ბოლოს თავს აღარ შეგანწყეთ ამითი, ეს არის ბოლო. არგენტინა, არგენტინო, არგენტინა. ჩინა, ჩინო, ჩინა. არმენია, არმენიო, არმენია. ალბათ მიაქციეთ ყურადღება, ხო, რომ ამ სამივე შემთხვევაში მდედრობითი სქესის ამ ქვეყნების წარმომადგენელი და თვითონ ქვეყნების სახელი ერთმანეთს ემთხვევა. არგენტინა არის როგორც არგენტინა, ასევე არგენტინელი ქალი. ჩინა არის როგორც ჩინეთი, ასევე ჩინელი ქალი. არმენია არის როგორც სომხეთი, ასევე სომეხი ქალი. მამრობით სქესში არის არგენტინო, ჩინო, არმენიო. გადავდივართ შემდეგ თემაზე და ეს არის წინდებულები D და N, აგერ გაჩვენებთ D და N, რას ნიშნავს გეტყვით და კითხვითი სიტყვა donde. ამას ყველაფერს გეტყვით ახლა სულ ცოტა ხანში. წინდებული D, ეს არის წინდებული, რომელიც აღნიშნავს ბევრ რაღაცას, მაგრამ ჩვენ დღეს განვიხილავთ მის მხოლოდ ერთ ფორმას, ეს არის ის ფორმა, რომელიც უბრალოდ ფორმას კი არა, მნიშვნელობას. და ეს მნიშვნელობა არის წარმოშობა. ანუ საიდან არის ადამიანი წარმოშობით. რადგან ეროვნებები გავიარეთ, ამიტომ მოდით გავიაროთ ესეც. Soy de Georgia. ვარ საქართველოდან.
ან მე ვარ საქართველოდან. ქართულად ესე ვიძახით, მეს ნაცვალსახელს აუცილებლად ვამბობთ. მე ვარ საქართველოდან. ესპანელები ნაცვალსახელ მეს, ანუ yo არ ამბობენ, არ არის გაუცილებელი ესეთი, როგორც ქართულში. Soy de Georgia. ვარ საქართველოდან. D არის ის წინდებული, რომელიც აღნიშნავს იმავეს, რასაც ქართულში აღნიშნავს dan. ქართულში შერწყმულია, ხო, ეს dan სიტყვასთან და თან ბოლოში. ესპანურში ეს dan, ანუ D არის თავში და თან შერწყმული არ არის. D Georgia არის საქართველოდან. შესაბამისად არის ყველაფერი დანარჩენი. Pablo es de Pablo es de España. Pablo არის ესპანეთიდან. ან კითხვითი წინადადება უნდა თქვათ. Eres de Suecia? Eres de Suecia? შვედეთიდან ხარ? ერთი სიტყვა განვიხილოთ კიდევ, ეს არის სიტყვა donde, sad, donde, sad. ეს კითხვის ნიშანია. არ დაგავიწყდეთ. Donde, sad. შესაბამისად De donde? აუ ეს როგორი დავწერე. აი ესე ნორმალურად. De donde იქნება საიდან? Donde, sad? De donde, საიდან? შესაბამისად ჩვენ შეგვიძლია დავწეროთ ახლა ესეთი წინადადება. Hola María, ¿de dónde eres? გამარჯობა María, საიდან ხარ? და პასუხი იქნება Soy de Chile. Soy de Chile. Chile-დან ვარ. ნო? გასაგებია ესეც. ეს არის წინდებული n. რომელიც ასევე რამდენიმე რამეს აღნიშნავს და ერთ-ერთი ყველაზე ძირითადი რაც აღნიშნავს ეს არის რაც ქართულში არის ში მაგალითად რომელიმე ქვეყანაში არგენტინაში, ესპანეთში, საქართველოში ეს ითქმება აი ამ წინდებულით ესპანურში en Argentina, en Georgia, en España, en Armenia და ასე შემდეგ, ხო? ეხლა იმისთვის რომ ჩვენ წინდებული n გამოვიყენოთ რომელიმე წინადადებაში, ამისთვის ჩვენ უნდა ვისწავლოთ ზმნა vivir, რაც არის ცხოვრება. ხო? ამიტომ ეს ზმნა ეხლა უნდა ვავუყოთ მხოლობით რიცხვში. მრავლობით რიცხვს ჩვენ ცოტა მოგვიანებით გავივლეთ, იმიტომ რომ ჯერ მხოლობით რიცხვი, ასე ვთქვათ, დავამოღამოთ, ხო? ამიტომ ესე ნახოთ ეხლა როგორი იუღლება ზმნა vivir, ცხოვრება. Yo, tú, él, ella. დავიცვათ წესი და უსტედიც დავწეროთ, რომელსაც შემდეგ გაკვეთილზე აგიხსნით, მესამე გაკვეთილზე აუცილებლად. Yo vivo. არის მე ვცხოვრობ. Tú vives. Tú vives. შენ ცხოვრობ. Él, ella, usted vive. ცხოვრობ, ცხოვრობ, ცხოვრობს. Vivo, vives, vive. ეხლა ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია ეს ამ ორი რაღაცის გამოყენებით ზმნა ცხოვრება და წინდებული n დავწეროთ ესეთი წინადადება. მაგალითად María
vive en España. María vive en España. María ცხოვრობს ესპანეთში. Yo vivo en Georgia. Yo vivo en Georgia. მე ვცხოვრობ საქართველოში. და მესამე Tú vives en Dinamarca. შენ ცხოვრობ დანიაში. ამ სამი კაციდან მე ყველაზე მაგრა გამიმართლა და არ დამიწყოთ ახლა რაღაცები. María vive en España. María ცხოვრობს ესპანეთში. Yo vivo en Georgia. მე ვცხოვრობ საქართველოში. Tú vives en Dinamarca. შენ ცხოვრობ დანიაში. და ეხლა ჩვენ შეგვიძლია ცოტა უფრო ვრცელი დიალოგი განვიხილოთ. ეს დიალოგი ჩემი მოგონილი არ არის, ამოვიღე ერთი ძალიან კარგი ესპანური სახელმძღვანელოდან, რომელსაც მე არაფერი დასავალი არ მაქვს, გამოვიყენებ ხოლმე იმისთვის, რომ ჩემი გაკვეთილები ჩავატარო. ძალიან კარგი სახელმძღვანელოა. აი ესეთი დიალოგია. Hola, me llamo Diego Ramírez. გამარჯობა, მე მქვია Diego Ramírez. გამარჯობა, მქვია Diego Ramírez. უბრალოდ ეს. Hola, ¿qué tal? გამარჯობა, როგორ ახარ? ან რა ხდება? WhatsApp ინგლისური სიტყვა რო არის, თუ ინგლისური იცის, ზუსტად აი ყველაზე ახლოს ამ ნიშნულობასთან არის ეს ¿qué tal? ¿Cómo te llamas? რა ქვია? ¿Cómo te llamas? Elvira. ¿De dónde eres, Elvira? საიდან ხარ, Elvira? Soy de España. ¿Y tú eres mexicano? მე ესპანეთიდან ვარ. და შენ მექსიკელი ხარ? Sí, soy de Veracruz. დიახ, ვერაკრუსიდან ვარ. ¿Y dónde vives? Vives en Veracruz? და სად ცხოვრობ? ვერაკრუსში ცხოვრობ? No, vivo en Ciudad de México. არა, ცხოვრობ მეხიკოში. ეხლა ამასაც ბარემ ყურადღება მიაქციეთ, ბოლო რაღაცას კიდევ გასწავლით. Ciudad de México არის მექსიკის დედაქალაქ მეხიკოს ეძახიან ასე მექსიკაში და ზოგადად ესპანურენოვან სამყაროში. იმიტომ რომ იმათ ენაში მეხიკო არის როგორც ქვეყნის სახელი, ასევე ქალაქის სახელი ერთნაირად ჟღერს. ჩვენ ვასწავლებთ თუ ერთმანეთისგან მექსიკას ვეძახით ქვეყანას და მეხიკოს დედაქალაქს, ამიტომ ამის დამატება საჭირო არ არის, უკვე განსხვავდება ერთმანეთისგან. იქ არ განსხვავდება მეხიკო ქვია როგორც ქვეყანას, ასევე ქალაქს, ამიტომ იმისთვის რომ განასხვავონ ერთმანეთისგან, ქალაქ მეხიკოს ეძახიან ასე, Ciudad de México. Ciudad არის ქალაქი. Ciudad de México, ქალაქი მექსიკა. ქალაქი მეხიკო უბრალოდ. აი ამით დავამთავრეთ ჩვენი მეორე გაკვეთილი, თუ რამე შეკითხვა გაგიშთათ, აუცილებლად გამოვიხმაურეთ კომენტარებში. თუ კომენტარებშივე პასუხისგაცემა ვერ მოახერხე, შემდეგ გაკვეთილზე აუცილებლად ყველა თქვენს ასე ვთქვათ, ცნობის მოყვარეობას დავაკმაყოფილებ. ნახვამდის მომავალ შეხვედრამდე.